ნოდარ ჩაჩანიძე უკვე შემოგვერდა. მოგესალმებით გადაცემაში სტუმრობისთვის. ხომ არის მოკლედ ძალიან სერიოზულად განიხილება ეს ვარიანტი, რომ შეიძლება კიდევ ახალი პოლიტიკური ლიდერები აღმოჩნდნენ ციხეში. ხომ თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ამ მიმართულებით შეიძლება რომ პოლიტპატიმრები, ახალი პოლიტპატიმრები, პოლიტიკური ოპონენტები ვნახოთ და ეს თუ იქნება დამატებითი ფაქტორი დასავლეთისთვის, რომ წნეხი გაძლიერდეს ქართულ ოცნებას. ხო, რუსულმა რეჟიმმა დიდი ხანია უკვე დაამტკიცა, რომ ეს რეჟიმი თავისი მიზნებით, თავისი შინაარსით, თავისი რუსულობით ზუსტად არის ყველაფერზე წამსვლელი და ხო, ჩვენ გვაქვს პარტიაში, ჩვენს კოალიციაში მოლოდინი იმის, რომ დიდია იმის ალბათობა, რომ დააკავონ ჩვენი პარტიის ლიდერები. დღეს ნიკას პროცესია, ხუთშაბათ 3 საათზე ზურა ჯაფარიძის პროცესია, სადაც ველოდებით, რომ ღალატის კომისიას ნახოთ, თეა წოლუკიანის ღალატის კომისიაა ეს. არა მხოლოდ მე ვუწოდებ ამას და ძალიან ბევრი არქმევს ამ სახელს, სწორედ მათთან ართანამშრომლობის გამო და სწორედ ართანამშრომლობის ერთ-ერთი სახეა ზუსტად ის, რასაც აკეთებენ ჩვენი კოალიციის ლიდერები, რომ არ მიდიან ამ კომისიაზე, სამარცხვინო კომისიაზე და არ ეხთიან შესაბამისად არც გირაოს, ეს არის ართანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმა და ძალიან ბევრჯერ ვთქვამ ჩვენს ლიდერებს, რომ მხოლოდ პრინციპული, მხოლოდ გადამწყვეტი ნაბიჯებს შეუძლია რუსულ რეჟიმის წინააღმდეგ გამკლავება. არა იმ რაღაც ვითომ ოპოზიციონერობას, იმ ტაქტიკურ სვლებს თითქოს და თანამშრომლობას რეჟიმთან პირდაპირ ვიტყვი, ანუ იმ კომისიაზე მისვლა, წოლუკიანის კომისიაზე მისვლა, ჩვენ ნახეთ რასაც ნიშნავს და რასაც უშვება ოპოზიციონერს, ოპოზიციურ პარტიას და სამწუხაროდ ძალიან დააზარალა ერთ-ერთი ჯგუფი, გახარიას პარტიას გულისხმობ იმ 4 უკვე მე არ ვიცი ოპოზიციურს არ უწოდებ, ამას უწოდებ, რომ ეს არის 4 პროდასავლური გამარჯვებული პოლიტიკური ძალა, რომლიდანაც სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული 4-ვე შეძლებს თუ არა ღირსეულ წინააღმდეგობას, პრინციპულ და განწყობილ წინააღმდეგობას რუსულ რეჟიმთან და ამ დროს სწორედ ეს არის საჭირო და ამას აკეთებს ზუსტად ზურა ჯაფარიძე, ამას აკეთებს ნიკა გვარამი, ამას აკეთებს ნიკა მელია და ეს არ არის შემთხვევითი ამ ხალხს, არ ვიცი, შეიძლება ზოგს შიშები აქვს განსხვავებული, თუმცა ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას გამოუვლიათ კიდეც პატიმრობა, ყოფილან ამ რეჟიმის ციხეში და ძალიან დიდია იმის ალბათობა სამწუხაროდ, რომ რეჟიმმა ეს გაენიოროს. სამწუხაროა ძალიან ის, რომ ოპოზიციას არ აქვს სტრატეგია დღემდე შემუშავებული თუ როგორ დაიცვა საკუთარი ლიდერები. ჩვენი პარტიაც მათ შორის მუშაობს და მუშაობს არ მხოლოდ შიგნით, არამედ მუშაობს ყველა ჯგუფთან იმისთვის, რომ შექმნათ კონკრეტული ტაქტიკა თუ სტრატეგია, რომ არ მივცეთ უბრალოდ ეს ზვარაკივით, არ შევწიროთ პოლიტიკური ლიდერები. არა, სამართლებრივი გზები ძალიან რთულია ასეთ უსამართლო რეჟიმთან ეძებო რაიმე ტიპის საკანონმდებლო სამართლებრივი გზები, მაშინ როცა კობახიძე, ოხანაშვილი და მსგავსი ვითომ იურისტები მხოლოდ ფორმალურ სამართლებრივ პრინციპებს აღიარებენ და არანაირი შეხება სამართლის შინაარსთან, შინაარსობრივ სამართლებრივ მხარესთან მათ ქმედებებს არ აქვს. ამიტომ ნახავთ ჩვენ ძალიან მალე ალბათ გავაცხადებთ უკვე ღიად რა შეიძლება როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ ამას და 26 მაისამდე უნდა მოხდეს. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საკითხი თქვენთვისაც არის ამ პრინციპული ბრძოლის ნაწილი, რაზეც წეგან ლაპარაკობდით, რომ ეს განსაზღვრავს, რამდენად პრინციპულად არის ჩართული რომელიმე კონკრეტული პარტია ამ ბრძოლაში. რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი ჯერ ადრეა, ხედავთ რომ არ არის ადრე, ხედავთ რომ ყველა ამაზე საუბრობს ზუსტად ახლა, ამ შემთხვევაში უკვე ლელოს გულისხმობ, რომლებიც ხშირად ამბობენ რომ ადრეა საუბარი თითქოს თვითმმართველობის არჩევნებზე, არ არის ადრე, მხოლოდ და მხოლოდ ამაზე ისმება შეკითხვები და მხოლოდ ამაზე მიდის საუბარი, ამიტომ აუცილებელია რომ არა მარტო ჩვენ, არა მარტო კოალიციაც სრულებისთვის ვიყოთ ჩამოყალიბებული, გავდივართ თუ არ გავდივართ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, არა მარტო სხვა პოლიტიკური ძალები, არამედ ჩამოყალიბდეს ყველა ოპოზიციური ძალა და მე აბსოლუტურად ვეთანხმები ნიკა მელიას, ჩვენი კოალიციის ლიდერს, რომელიც აცხადებს, რომ 26 მაისი უნდა იყოს მსგავსი ერთიანი განაცხადის, მსგავსი პრინციპული ქართული მებრძოლი განაცხადის. დღე თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა ამ მოცემულობაში არის აბსურდი, არის სისულელე. მე ძალიან კარგად ვიცნობ სიტუაციას რეგიონებში, მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ იმართება დღეს თვითმმართველი ქალაქები, როგორ იმართება მუნიციპალიტეტები, რა ხდება იქ. ყველა მიცის, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იცოდეს წესი და რეგით, ყოველ რამდენიმე ადამიანი მაინც უნდა იყოს ყველა პარტიაში ისეთი, ვინც უნდა იცოდეს ის, რომ დღეს რეალურად ქართული ოცნების რეჟიმს ვერაფერს ვერ წაართმევ. ანუ რაც არ უნდა მოიგო, რომელი ქალაქის მოგებაზეც, რომელი მხარის მოგებაზეც არ უნდა იყოს საუბარი, რეალურად სუსის რეჟიმს, რუსულ რეჟიმს და კიდე ანუ ასე და ანტიდასავლურ და ანტიქართულ რეჟიმს ვერ წაართმევ ვერაფერს დღევანდელი მოცემულობით. ამიტომ დანაშაულია გითხოთ ცოტა ხანში, მაგრამ მანამდე აუცილებლად უნდა გითხოთ იმ მთავარ პრეტენზიაზე, რაც გახარიას პარტიის წევრებს აქვთ
დანარჩენ ოპოზიციასთან, რომ ისინი ამბობენ, რომ ბოიკოტის შემდეგ რა გეგმა აქვს ოპოზიციას, ამის შესახებ არაფერი არ არის ცნობილი და ეს გეგმა არ არსებობს. ბიზნესსაც ალბათ გაინტერესებს, მე რას აპირებენ ოპოზიციური პარტიები, კაი ბოიკოტს გამომიცხადებენ და მე რას აპირებენ, გახარია დასვა ეს კითხვა, რომ მე რას ვაპირებთო ბოიკოტის შემდეგ, მე უბრალოდ აქ მარტივი პასუხი ვერ მექნება პირდაპირ პასუხი და არ მექნება პირდაპირ პასუხი, მე გეტყვით ერთ რამეს. ბოლო არჩევნების 2024-ის, 2021-ის, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, არჩევნების შემდეგ დაიწყო რეალურად თავარი პოლიტიკური პროცესები. არც ერთხელ სამწუხაროდ ამ ქვეყანას უკვე დიდი ხანია აღარ აქვს არჩევნები. ეს არის რავი კრიმინალური ოპერაცია დღევანდელი ქართული არჩევნები და უნდა ნახოთ რა დღეში ყავთ ამომრჩეველი ადამიანებს. ძალიან კარგად იცის იურისტმა კობახიძემ, რომ არ აქვს დღეს თავისუფალი ნების გამოვლენის საშუალება ამომრჩეველს. თავისუფალი ნების გარეშე არჩევნები არ არსებობს არსად. დღეს ეს ნება არ აქვს ამომრჩევლის უდიდეს ნაწილს. ისინი არიან კატასტროფული ზეწოლის ქვეშ. აღარ დავყოფ ამ ნაწილებად სოციალურ დაუცველებს, რას უშვებიან საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, თუნდაც კერძო სექტორში, თუნდაც აი სოფლის ერთ-ერთ მაღაზიაში რომ მე შევედი და იქ რომ გამყიდველი ქალბატონი ჩამეხუტა, თქვენ გაძლევთ აბა ვის გაძლევთ ხმასო და ის ქალბატონი რა დღეში ჩააგდეს და მე რომ ტირილით რო რეკავენ ეს ხალხი და შვილი დაფიცებული შვილის ფიცი რო უკან წააღებინეს. აი, კარგი ისე უამრავი ფაქტი შეიძლება მოვიყვანოთ, როგორ რეალურად როგორ არ აქვს ადამიანებს. კი, ვეცდები რომ ვცდილობ რომ მეც მინდა რომ ბევრი რამე მოვასწროთ თქვა. კარგად იცნობთ ხო ამ საკითხს? გაუშვეს ის ადამიანები უკვე ოფიციალურად გაათავისუფლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ პროტესტში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ დაეყოლიებინათ ისინი რეორგანიზაციაზე, ხო? აღმოჩნდა, რომ ეს რეორგანიზაციით ფუჭი დაპირება იყო, რომ ჭიათურაში ძალიან კარგად ჩანს და ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მე ჩემმა მეგობრებმა, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სხვა პროექტით გამოვიტანეთ სააშკაროზე მართლა ღიად, არ ვიცი, მთელ საქართველოს ვეცადეთ რომ გაგვეცნო ის რაც ხდებოდა ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში და იქ ჩანს ძალიან კარგად თუ როგორ ექცევა სისტემა, რეჟიმი, როგორ ექცევა ადამიანებს, რიგით მოქალაქეებს, როგორ ექცევა მშრომელ პატიოსან, გამრჯე ადამიანებს, მაღაროელებს ამ შემთხვევაში და ხო ჩვენ ნახეთ რომ ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთმა მოგზავნილმა კაცმა, ეს არის ამ შემთხვევაში რუსული პასპორტით რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ სოცკი შემოგთავაზა ახალ ბატონ პატრონად, ანუ არ ვიცი, ხაზეინად უფრო ალბათ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიძინა ივანიშვილმა და ახლა სოცკი რუსეთის მოქალაქე გააგრძელებს ჭიათურის ხრას პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენ ნახეთ რომ პროტესტში მონაწილე მაღაროელები გაათავისუფლებს უპირობოდ ათავისუფლებენ სამსახურიდან და ეს არის დაახლოებით 1500 მაღაროელი, ეს ნიშნავს განახევრებას მაღაროში დასაქმებულების, ეს კი ნიშნავს ეკონომიკურ კატასტროფას ჭიათურის მუნიციპალიტეტში. ჭიათურის მუნიციპალიტეტი არის, არ ვიცი, ჩამოკიდებული მონოინდუსტრიული სამწუხაროდ დღემდე და 13 წელი არაფერი არ გაუკეთებია ქართულ ოცნებას საუბრის გარდა იმაზე რომ შეექმნა ჭიათურაში ალტერნატიული დასაქმების ადგილები. დღეს ხედავთ ჩვენ რომ განახევრდა, ანუ სოცკი ეს გაწყვეტილება მიიღო გუშინ, დღესაც ჰქონდათ მათ შემოსავლის შემცირება არგუმენტი სარწმუნოა თქვენთვის? შემოსავლის შემცირება, მოკლედ არასწორად ითვლიან ახლა ამაზე ცოტა ხანგრძლივი პასუხის გაცემა, მოკლედ რო გითხრათ, ყველაზე მოკლედ, არასწორად ამბობენ რომ მაღაროში მოპოვებული მანგანუმი არის წამგებიანი. არ ითვლება არასდროს მანგანუმის ფასი, მანგანუმის მომგებიანობა არ ითვლებოდა მაღაროში გამოტანიდან. ეს ითვლებოდა ფეროში და ეს ითვლებოდა მეორად პროდუქციის, ანუ სილიკომანგანუმის ქსევით, ანუ იმ ფეროშენადნობის გაყიდვის შედეგად ითვლება მანგანუმის მომგებიანობა. ჭიათურაში მანგანუმის ფასი არ ითვლება, ეს არის ეკონომიკურად არასწორი, ეს არის ტყუილი და დღემდე, ამიტომ არც ერთ ჯორჯია მანგანეს და არც ერთ მასთან დაკავშირებულ კომპანიას დღემდე არც ერთი ფინანსური დოკუმენტი არ აქვს საჯარო, სწორედ იმიტომ, რომ ის არის ზუსტად მომგებიანი, მაშინ გაასაჯაროონ. თუ წაგებაზე მუშაობს კომპანია, მას ფინანსური ანგარიშები აქვს საჯარო. ყველა წამგებიან კომპანიას აქვს ამ შემთხვევაში საჯარო და ჩვენ ვიცით რომ ჯორჯია მანგანეს და მისი შვილობილი კომპანიები მალავენ. მოკლედ, ჭიათურაში ერთგვარ შეჯამების სახით მინდა რომ გავაკეთო, ძალიან კარგად ჩანს რეჟიმის სახე. ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ხელის გულზე ჩანს იქ ადამიანებს როგორ ექცევიან, იქ სამწუხაროდ ადამიანების დიდ ნაწილს დღემდე არ აქვს იმის უნარი, იმის შესაძლებლობა რომ ხმა აიმაღლოს და თქვას, აი ასეთ დროს, ასეთ კრიტიკულ მომენტში მაინც თქვას სიმართლე და არ დაღუპოს საკუთარი ქალაქი. თუ საქართველოს ამაზე უფრო რთული მომენტი გაუვლია, ჭიათურას ამაზე უფრო რთული დრო მართლა არ გაუვლია და ჩანს რომ ეს რეჟიმი არა მხოლოდ რუსული რეჟიმია, არამედ ჩანს რომ ეს რეჟიმი არის ანტიქართული რეჟიმი, ანუ ქართველების საწინააღმდეგოა ეს ყველაფერი. და კიდევ გეტყვით, ანუ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მშობლიურ რეგიონს, თავის მშობლიურ კუთხეს როცა ექცევა ასე, ჩვენ ყოლია ხო პოლიტიკოსები,
რომლებიც შეიძლება ბევრი არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ თავისი ქალაქი ან თავის სოფელში ან თავის მშობლიურ კუთხეში მაინც სხვაგვარად გაუკეთებიათ. ვიცით ასეთი პოლიტიკოსები. ბიზნესმენმა პირიქით გააკეთა, ანუ ყველას აჩვენა, რომ ანადგურებს, არ ვიცი, ანადგურებს პირდაპირ გაგებით მოსახლეობას და ადამიანებს თავის მშობლიურ იმერეთში და კიდევ ერთ რამეც ვიტყვით, აუცილებელია რომ მოქალაქეებმა უსამართლობის წინააღმდეგ ავიმაღლოთ ხმა. კიდევ ამბობ, ეს არის კრიტიკული სიტუაცია, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება ამ პროცესის, ჩვენ უნდა ვთქვათ და მთელმა მსოფლიომ იცის უკვე თუ აქამდე ჩვენ 2018-ში, 19-ში უფრო ადრე ვერ ვამბობთ, რომ ეს იყო ბევრი ვერ ამბობდა ღიად, რომ ეს იყო რუსული რეჟიმი, დღეს მთელმა მსოფლიომ ცხადად იცის, რომ ეს რეჟიმი არის ანტიდასავლური, არის რუსული, არის ანტიქართული და მათ ქმედებებში ჩანს მათი ანტიქართულობა, არა მარტო ჭიათურაში, არამედ როგორ ექცევიან ქალებს, როგორ ექცევიან ორსულ ქალბატონებს, როგორ ექცევიან არასრულწლოვან ადამიანებს, როგორ ურტყავენ ახალგაზრდებს, როგორ აკავებენ ქალბატონებს, როგორ რეკავენ და როგორ იქცევიან, ანუ როგორ ხტებიან ჯგუფურად, ასე ვთქვათ, შეიარაღებულები ადამიანებს ჩემი ოჯახის მიმართ, ასობით და ათასობით ოჯახის მიმართ რაც გააკეთეს. ეს ყველაფერი საუბრობს, ეს ყველაფერი არის ნათელი სახე ქართული ოცნების ამ რეჟიმთან შეგუება, ამ რეჟიმთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა არის ღალატი და ყველას თხოვ, ვინც მით უმეტეს თავს ოპოზიციას უწოდებს, ცოტა გამოფხიზდით, ცოტა მოიქექეთ, რა ვიცი, მოსაქექი ადგილები და მიხვდით იმას, რომ რუსულ რეჟიმთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა არის თანამონაწილეობა რუსულ საქმეში, რასაც ვერ გაპატიებენ ის, რა ვიცი, თაობები, რომლებიც ამდენი ხანია დგანან რუსთაველზე და ის თაობები, რომლებსაც ასე ძალით ქართული ოცნება ყრის საქართველოსთან. გულისხმობს დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ ახალ თაობას, რომლებიც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში განსაკუთრებული დიდი მოცულობით, დიდი რაოდენობით მიდიან ქვეყნიდან და ბოლო 3-4 წელია, რაც შობადობამ 99 წლის შემდეგ პირველად სიკვდილიანობა აღემატება შობადობას. ანუ ეს არის ტრაგედია ქართული ერის, ეს არის რეჟიმი, რომელსაც მოაქვს ქართველებისთვის ტრაგედია. და ეს არის ის, რაც შეგვიძლია ვთქვა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება დადგება ისე, როგორც შეეფერება, რა ვიცი, ღირსეულ ქართველ ერს, ის იმედიც მაქვს. ნოდარ ჩაჩანიძეს, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი იყო ჩვენი სტუმარი.